მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. მოდით დღევანდელ საჯარო გაშლაში ვნახოთ რა ხდება თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების ცხოვრებაში. რა ეტაპს გადისახა ეს ადამიანი და ზოგადად რა ენერგიებში ხართ ესეც ვნახოთ. გვექნება ორი ვარიანტი, პირველი, მეორე, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი, რომელიც უფრო მეტად მიგიზიდავთ და დავიწყოთ პირველი ვარიანტით. რა ხდება ამ ადამიანის ცხოვრებაში ახლა? ნახეთ როგორი მომენტი არის, ვფიქრობ რომ ეს ადამიანი რაღაც სულიერ გზაზე დგას, ანუ რაღაც პიროვნული გარდაქმნა და ცვლილება ხდება ამ ადამიანის, ესა ვიტყოდი და ბევრ რაღაცას ვთქვათ აქამდე როგორც უყურებდა ეს ადამიანი, როგორც ხედავდა, იცვლება, ანუ რაღაც მნიშვნელოვან გზაზე დგას სხვათა შორის ეს პიროვნება და მნიშვნელოვანი მომენტი აქვს იმ კუთხით, რომ რაღაც მის ცხოვრებაში ეს მნიშვნელოვანი თითქოს სულიერი ტრანსფორმაცია მიდის, ან ბევრ რაღაცას ეს ადამიანი სხვანაირად შეხედავს სამომავლოდ, ახლა შეიძლება რაღაცეთი გარდაქმნის პერიოდი აქვს, რომ ასე ვთქვათ, სულიერი გამოღვიძება რა, და რატომ არის ხოლმე, ხო? ყველაზე მეტად ჩვენზე მოქმედებს პირადი ურთიერთობები და დიდი ალბათობით თქვენ ახლა რა ურთიერთობაც გაქვთ და რა სიტუაციაც გაქვთ, ძალიან მოქმედებს თქვენ სიტუაციაზე და იმაზე, რომ ვთქვათ, ამ ადამიანის სულიერ გამოღვიძებაზე თუნდაც. ნახეთ, მთავარი ქალი მის ცხოვრებაში, თქვენ დიდი ალბათობით თქვენზე არის ეს მომენტი, რომ თქვენ ხართ მნიშვნელოვანი ქალი მის ცხოვრებაში, ის ენერგია, რომელიც ამ ადამიანს ნამდვილად სჭირდება. თუმცა, დიდი ალბათობით ეს პიროვნება აქამდე მენტალურად შეიძლება რაღაც ბლოკებში იყო, ჩაკეტილი იყო, ისეთი მომენტები ჰქონდა, რომ რაღაცა, ასე ვთქვათ, ბლოკები ხო, როცა რაღაცნაირად ვერ ახერხებ იმას, რომ ვთქვათ, გამოხვიდე რაღაც შენი ამ რაღაცა ჩარჩოებიდან, კლიშეებიდან, ხო, ბევრი რაღაც ექნებოდა ამ ადამიანს ესეთი, თავისი რაღაცა ვიწრო ხედვა და რაღაც ესეთი ჩაკეტილი სამყარო, სადაც შეიძლება თქვენ შეხვედით, გაიცანეთ ვთქვათ ეს ადამიანი და მოხდა ის, რომ ვთქვათ, ყველაფერი ამოტრიალდა ამ ადამიანის ცხოვრებაში. ყველანაირი წარმოდგენა, შეხედულება, სიყვარულზე დამოკიდებულება, იმიტომ რომ ზოგადად არის ეს მომენტი, რომ ადამიანი შეიძლება ფიქრობდეს, რომ რა სიყვარული, რა ემოცია საერთოდ არ მჯერა და არ არსებობს საერთოდ არაფერი დედამიწაზე, მაგრამ აქ როგორც ჩანს ამ ადამიანს ნამდვილად მთელი გულით შეუყვარდა. რაღაც ესეთი სცენარი არის ახლა აქ, რასაც ჩვენ გვიჩვენებს. ნახეთ, ეს ადამიანი გაკვირდებათ დიდი ალბათობით თუ რაღაცა ახლა ესეთი მომენტი არის, წარსულზე ფიქრი არის ძალიან დიდი რაოდენობით და ის რომ ნახეთ, თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ერთმანეთის ეს სარკე რა, ესე ვიტყოდი, ერთმანეთს აჩვენებს თქვენს ამ ნაკლს, რაც გაქვთ ხო პიროვნულ დონეზე და ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, გარდაქმნა ხდება ამ ურთიერთობის სახით თქვენს ურთიერთობაში, მაგრამ არ ვიცი ან თქვენ ან ეს ადამიანი ან შეიძლება ორივე გაურბი ხართ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ იმდენად რთული და ძნელი შეიძლება იყოს ეს ყველაფერი თქვენთვის, რომ რაღაცნაირად გაქცევის მომენტი გაქვთ ამ ყველაფრიდან. მოდით აბა ვნახოთ რა ენერგიებში ახლა ეს ადამიანი. ტაროდანაც დავამატოთ რა ენერგიებში. ნახეთ, აქაც ისევ იმპერატრიცა, ხო? ერთი და იგივე ენერგიები არის. ეს ადამიანი სხვათა შორის მიხვდა თქვენს ფაზით ალბათობით, ან მიხვდება სამომავლოდ და აქ იქნება ეს გაცოცხლება ამ ემოციების და გრძნობის და რაღაც ახალი ეტაპი თქვენს ურთიერთობაში. ეს ადამიანი არის სწორედ ამ სიახლის გზაზე და რაღაც ამ გაურებიდან წესით უნდა გამოვიდეს. ესეთ რაღაცას აჩვენებს ჩემო ძვირფასებო, ვინც აირჩია პირველი ვარიანტი, ძალიან საინტერესო ისტორია არის და იცოდეთ, რომ ეს ადამიანი ხვდება ამ მომენტში, ვინ ხართ რეალურად მისთვის, ესეთ ენერგიებში არის ახლა. მაგრამ შეიძლება ცოტა რთული იყოს ეს სულიერი პროცესები მისთვის, ამ დროს შეიძლება ადამიანი კიდეც ჩაიკეტოს, მაგრამ თქვენ ამის შეგეშინდებათ რომ მიეცით ამ ადამიანს. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, არ შეიძლება ახლა შერიგდით ამ ადამიანთან, ან რაღაც კონტრაქტი აქვს თქვენ სულებს და აჩვენებს იმასაც, რომ თქვენ ერთად უნდა იყოთ მოკლედ რა. თუ ახლა დაშორებული ხართ რაღაც ხდება თქვენს შორის, იცოდეთ რომ თქვენ ამ ადამიანთან აუცილებლად უნდა იყოთ და თქვენ სულს, ეს ორივე სულს სჭირდება, რომ თქვათ ეს ურთიერთობა გაგრძელდეს. მოდით აბა ვნახოთ კიდე რას გვეტყვის ჩვენი საინტერესო ორაკული. რა ხდება
ხდება, ხო? აი რაღაცა ძალიან მაგარი გაცნობიერება აქვს თქვენს პარტნიორს, თქვენს ურთიერთობასთან დაკავშირებით. თუ აქ აი მოხდა ისე რომ თქვა დაკარგეთ ერთმანეთი, ეს ადამიანი მიხვდა რომ აი ვინ ხართ მისთვის რეალურად რა, აი ნახეთ soulmate-ების არკანი. ამ ადამიანს უნდა შერიგება თუ თქვენ ახლა ნაჩხუბრები ხართ ან ერთად არ ხართ. და ფიქრობს იმას, რომ აი ძალიან დიდი დანაკარგი აქვს ან აი ეს მომენტი არის, რომ ანუ არ უნდა თქვენი დაკარგვა რა თუ ერთად ხართ, უნდა ამ ადამიანს რომ სულ ერთად იყოთ და აი არანაირად არ მოხდეს ისე, რომ თქვენ ერთმანეთი დაკარგოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საერთოს ხედავს თქვენთან ეს ადამიანი. თუმცა არის აქ დიდი ალბათობით რაღაც ტოქსიკური თემები თქვენს ურთიერთობაში. შეიძლება რაღაცა აი არ ვიცი, კანონს, საბუთებს, სამართალს, რაღაც სიტუაციებს ეხებოდეს, რაც შეიძლება ხელს გიშლიდეს ურთიერთობაში, თქვენს ურთიერთობას ხელს უშლიდეს. მაგრამ ეს ადამიანი მიხვდა, რომ აი ვინ ხართ მისთვის რა, ესე ვიტყოდ, თქვენი დაკარგვა აშკარად არ უნდა. ძალიან ძლიერი ემოციები არის, ძალიან ძლიერი გრძნობები არის. მაგრამ არც შეიძლება თქვენ ან ამ ადამიანს უფრო ამ პიროვნებას გონია რომ რაღაც ტოქსიკური მომენტებიც აქვს და აი ვერ ახერხებს რომ რაღაც ეს ტოქსიკური სიტუაციები დაასრულოს. აი ესეთი თემა არის. სხვათა შორის შეიძლება ეხლა ისე იქცევა ეს ადამიანი რომ ან თავს სხვანაირად გაჩვენებთ რა, ან შეიძლება საერთოდ არაფერს არ მოქმედებდეს, მაგრამ ამავდროულად აი შინაგანად თითქოს იწვის, რასაც ქვია, რომ აი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, იმიტომ რომ არ იცის აი რა გააკეთოს, არც დაკარგვა უნდა თქვენი და აი ძალიან რაღაც ისეთ აი რაღაც ქაოსში როცა ხარ, დაძაბული რო ხარ, აი ესეთ რაღაცას აჩვენებს. აქ აუცილებლად უახლოეს პერიოდში დაგეგმილი არის სამყაროსგან ის, რომ თქვენ შორის რაღაც მომენტები გაიმართლდეს. მოდით ავნახოთ ტარო რას გვეტყვის. ამ სიტუაციაზე ქურუმი ქალი ეს თქვენი ენერგია იქნება და ის რომ არ ნახეთ ძალიან ესეთი იმპულსური ემოციები ხომ მოდიოდა ეს ადამიანი აუცილებლად გამოჩნდება თუ თქვენ ახლა ერთად არ ხართ ძალიან ნანობს ძალიან განიცდის რაღაც თემებს რაც თქვენს ურთიერთობაში მოხდა შემოკარგებულ აქ თუ კონფლიქტური თემა გქონდათ და გაუგებრობა იცოდეთ რომ ამ ადამიანს უნდა ყველაფრის დალაგება აქ შეიძლება ზოგიერთებს მესამე ფაქტორიც გქონდათ მაგრამ აი რა ვიცი აქ ძალიან განცდები არის პირდაპირ გეტყვით ეს ადამიანი ხარ ენერგიაში არის ეს არის ძალიან დიდი განცდები მაგრამ აქ მიდის ძლიერი ტრანსფორმაცია ცვლილება და როგორც კი გაივლით აი ამ ტრანსფორმაციას იქნებით ერთად აბა ნახოთ ასეთ კი იმიტომ რომ ძალიან ზურფასი ადამიანები ხართ კი ეს ადამიანი წამოვა რაღაც გარკვეული ნაბიჯები თქო ცოტა დრო უნდა ემოციებს აჩვენებს და უბრალოდ რაღაც სიტუაციები შეიძლება ქონდეს რაც ხა ხელს უშლიდეს თუმცა რაღაც სიახლეებს ელოდეთ ამ ადამიანისგან ზოგადად მოკლედ ეს არის ჩემო ზურფასებო წარმატებებს გისურვებთ მაინტერესებს რამდენად რეზონირდება თქვენთან ეს გაშლა ამიწერეთ კომენტარებში და თუ დეტალურად გინდა თქვენი სიტუაციის განხილვა შეგიძლიათ მომწეროთ პირადში წარმატებებს გისურვებთ ყველას